გიორგი მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირველ რიგში გითხარით მოლოდინის შესახებ, სწორედ საინაუგურაციო სიტყვასთან დაკავშირებით, რა მნიშვნელობა აქვს დღევანდელ დღეს როგორც სიმბოლოს ძალაუფლების გადაბარების? მოგესალმებით პირველ რიგში. ამერიკულ ინგლისურში არის ესეთი გამოთქმა: ქალაქში ახალი შერიფია. და მე მგონი ბატონი ტრამპის ეს გამოსვლა იქნება სწორედ ამ გზავნილებით, რომ ქალაქში ახალი შერიფია, რომ ახალი პრეზიდენტი მოვიდა და ყველაფერი იქნება ახლებურად. რა თქმა უნდა, ერთი არის თქვა პოლიტიკური შემადგენელი, მართლა რა შეიცვლება და მეორე არის სიმბოლური მნიშვნელობა. ჩემი აზრით სიმბოლური უფრო დიდი იქნება ვიდრე რეალური ცვლილება, იმიტომ რომ რეალურად თქვა ეხა უამრავი საკითხია ხო, მათ შორის ეს რასაც მასობრივ დეპორტაციას დაარქმევენ, თუ არ დაარქმევენ, რეალურად აქვს თუ არა ხო ამერიკის თქვათ საიმიგრაციო სამსახურს იმის შესაძლებლობა რომ მილიონობით ადამიანი გაასახლოს ამერიკიდან. ეს ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ პოლიტიკა ხო მხოლოდ პრაქტიკა არ არის, ეს არის სიმბოლური მნიშვნელობა და შესაბამისად დიდი სიმბოლური მნიშვნელობა ექნება ამ გამოსვლას და თქვათ ახალ დასაწყისს ამერიკის პოლიტიკურ ისტორიაში. რა შეიძლება იყოს რეალურად ეს სიახლე? თქვენ თქვით რომ უნდა გავყოთ სიმბოლური და რეალური. აი რეალური სიახლე რა იქნება? როგორ რას ამბობენ პოლიტიკის ანალიტიკოსები, თქვენი დაკვირვება რას აჩვენებს? თქვათ რეალური სიახლეები, რასაც თქვათ წერენ, რა ბრძანებები შეიძლება გამოსცეს. ერთ-ერთი არის თქვათ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მექსიკის საზღვარზე, ჯარის მობილიზაცია, ეს როგორც უკვე აღნიშნე მასობრივი დეპორტაციების დაწყება, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მექსიკის საზღვარი ძირითადად უკვე სტაბილიზირებულია და 80%-ით არის შემცირებული თქვათ შემოდინება მექსიკის საზღვრიდან, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს არის პოლიტიკა, ხო, ერთია რეალობა და მეორეა თქვათ აღქმა, როგორც ეკონომიკა, ხო, ბატონი ბაიდენი დონალდ ტრამპს უტოვებს ძალიან ძლიერ ეკონომიკას, მიუხედავად ინფლაციისა, ფასების ზრდისა, მან ძალიან ძლიერ ეკონომიკას, მაგრამ იმისთვის, რომ დონალდ ტრამპმა მერე თქვას, რომ აი მე გავაჯანსაღე ეკონომიკა, ის ალბათ იტყვის, რომ ძალიან მძიმე დღეში ეკონომიკა და ერთ-ერთი თქვათ ბრძანებები იქნება დერეგულაცია თქვათ ნავთობისა და გაზის მოპოვების. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ისტორიულ მაქსიმუმზეა თქვათ ამერიკა რამდენ ბარელ ნავთობსაც მოიპოვებს. მაგრამ ხო უნდა თქვას, რომ ბაიდენი თქვათ აღჭობდა ნავთობის და გაზის სექტორს, შესაბამისად მე წავიკითხე, რომ თქვათ ალასკის ის რაღაცა თქვათ დაცული ტერიტორიების დერეგულაცია უნდა და იქ ნავთობის მოპოვების ნებართვის გაცემა. კი ბატონო, ქვეყნის გარეთაც საგარეო მიმართულებაზეც ვილაპარაკებ, თუმცა მანამდე მაინც საინტერესოა გიორგი თქვენ აკვირდებით, რაზე აკეთებს აქცენტს ამერიკული მედია, როდესაც ამ დღევანდელ დღეზე არის ხოლმე საუბარი ინაუგურაციის პროცესზე, რა არის ახლა ამერიკული მედიის ფოკუსში? ნუ პირველ რიგში აღინიშნება, რომ მართლა ეს როგორც ამბობენ ისტორიული კამბექია, ხო, ყველა ნიშნით ჯერ ეს მე-20 საუკუნეში არ ყოფილა შემთხვევა, ხო? ერთი ვადის შემდეგ რომ პრეზიდენტს პაუზა გაეკეთებინა და მერე დაბრუნებულიყო. მეორე, რა თქმა უნდა, ამ ისტორიულობას ძენს ის, რომ როგორი დემონიზირებული პრეზიდენტი დაბრუნდა, ხო? 2021 წელს როცა ის წავიდა 6 იანვარი მოხდა, რამდენი სისხლის სამართლებრივი საქმე აღიძრა მის წინააღმდეგ და მიუხედავად ამისა, მან გადატეხა, ხო? ეს მთელი, ასე ვთქვათ, ტალღა თუ ცუნამი მის წინააღმდეგ და მოიგო არჩევნები, თან როგორ მოიგო, ხო? არა მარტო საარჩევნო კოლეგია, არამედ ამომრჩეველთა ხმათა უმრავლესობით დაბრუნდა. ამიტომ ნამდვილად ისტორიული კამბექია ამ კუთხით და მედია ამას უსვამს ხაზს. მეორე მხრივ არის მოლოდინი, მართლა რას იზამს და რა დონეზე იზამს და რა დონეზე იქნება პოლიტიკის ცვლილება. არის მოლოდინი და არის შიში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ასევე, ხო, თქვათ პირდება ფედერალური, თქვათ ბიუროკრატიის შემცირებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბევრი დანაპირებია, რა შეასრულებს, რა ფორმით, რა ბრძანებებს გამოსცემს, დააწესებს თუ არა ტარიფებს და ეს სატარიფო ომი დაიწყება თუ არა, ძალიან ისეთი სიფრთხილის მოლოდინია. TikTok-ის გადარჩენა მოგეხსენებათ, ხო? TikTok-ი ახსენეთ და მოდით სტუმრების სიაზეც გადავიდეთ. მედია სვამს ძალიან დიდ აქცენტს ამაზე, რა გვაჩვენა სტუმრების შერჩევის პრინციპმა. პოლიტიკოს ჰქონდა აქცენტი, რომ მაინც ბევრი ისეთი მემარჯვენეა, როგორც მიწვეული ნაიჯელ ფარაჯი ან ზემური ლიდერების მიღმა ამ გვარებზეც იყო საუბარი. მოდით ჩინეთი ცალკე ვთქვათ, მანამდე რა აჩვენა ზოგადად ამ სტუმრების შერჩევის პრინციპმა, ესეც არის უპრეცედენტო უცხოელი ლიდერების დაპატიჟება. ჩინეთის მიღმა რო ვთქვათ, დაპატიჟა მეგობარი მემარჯვენე ლიდერები, მარტივად რო ვთქვათ, ხო, ხავიერ მილეი არგენტინიდან, ჯორჯია მელონი, არ დაპატიჟა, ხო, ვთქვათ, არც გერმანიის კანცლერი, არც საფრანგეთის პრეზიდენტი და არც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რაც ვთქვათ და მე თუ არ ვწდები არც კანადის პრემიერ-მინისტრი. ამ ხრივ
ეს თვალსაჩინოა, რომ უნგრეთიც იყო დაპატიჟებული. უნგრეთი დაპატიჟებული იყო, თუმცა ბატონი ორბანი არ მიდის და ესე იგი დაპატიჟა უკიდურესად მემარჯვენე მეგობარი ლიდერები. თან პირადი მეგობარი, არა ქვეყნის მეგობრები, თქვენ პირადი მეგობრები. და ჩინეთი. ეს გამორჩეული ხა ჩინეთი ნამდვილად არ არის პირადი მეგობარი, მაგრამ ჩინეთთან ურთიერთობას ამერიკა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მიანიჭებს. ჩინეთზე ვიდრე გადავალთ, გიორგი, ორბანი რატომ არ მიდის, ეს ამოვწუროთ, როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს და შემდეგ ჩინეთზე ვისაუბროთ ვრცლად. თორსები ოფიციალური მიზეზი არის რომ სიტყვით უნდა გამოვიდეს. თუმცა მეც მენიშნა რა, არ ამგონია ეს რაღაცა დაძაბულობის მიზეზი იყოს, თუმცა ძალიან საინტერესოა რატო არ წავიდა. მეც მაინტერესებს, არა მაქვს ახლა გარდა იმისა, რაც ითქვა რომ სიტყვით უნდა გამოვიდეს, თუმცა ძალიან ისეთი სუსტი ახსნა, ხა ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის სიტყვა, როგორ უნდა ამჯობინო ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას, გამოჩნდება. კი ბატონო. დაუბრუნდეთ მაშინ ისევ ჩინეთს. საინტერესო იყო კი ბატონო, ჩინეთს რაც შეეხება. ცხადია, ხა ჩინეთის დაპატიჟება იმ პირადი მეგობრები არ არიან, მაგრამ აი თქვა რუბიოს სენატში მოსმენიდანაც გამოჩნდა, რომ ითქვა, რომ ჩინეთი არის ერთადერთი მზარდი და უკვე შემდგარი სუპერსახელმწიფო, რომელიც არის შეუძლია და უკვე არის ჩვენი კონკურენტი. მომავალი მსოფლიო პოლიტიკა განისაზღვრება ამერიკის და ჩინეთის ურთიერთობების დინამიკაში, ხო, როგორ დაალაგდებიან, ან ვერ დაალაგდებიან, ან სავაჭრო ომი იქნება, ან თანამშრომლობა იქნება. შესაბამისად, ორივე მხარეს ესმის, რომ ჩინეთ-ამერიკის თანამშრომლობა არის სოფლიო სტაბილურობისთვის, მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი. და ბატონი ტრამპიც აქედან გამოდის, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს მკვეთრი ანტიჩინური პოზიციები ეკონომიკაში, ეს იქნება სატარიფო ომი, თუ ის რომ ჩინეთი ჩვენ გვძარცვას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასევე ბატონი ტრამპი გამოირჩევა იმით, რომ მას სურს, თქვა ჩინეთთან ჭყალებში, გაცვეთილი სიტყვა, მაგრამ ჭყალებში დაალაგება. როგორ და რანაირად ეგ სხვა საკითხია, მაგრამ სხვათა შორის ირანთანაც მას სურს, თქვა ომი არ არის მისი პირველი, თქვა არჩევანი, ხო? მას სურს, რომ ირანი, თქვა რაღაცა შეთანხმებაზე წამოვიდეს. გიორგი, დავაზუსტებ, ამ დაალაგებაში სავაჭრო ურთიერთობები მეტად იგულისხმება. აი Wall Street Journal-ს ჰქონდა, რომ სატელეფონო დიალოგი 2 დღის წინ ტრამპსა და სი ძინპინს შორის იყო ძირითადად მაინც სავაჭრო ურთიერთობებზე. კი ბატონო, სავაჭრო ტრამპს აქვს, თქვა ბევრი საკითხი არა, რაც ტრამპს თანმიმდევრული და წლების მანძილზე, თქვა გამჯდარი შეხედულებაა და ვაჭრობა არის ერთ-ერთი საკითხი, სადაც ის უკვე 30-40 წელია თქვა პროტექციონიზმს აწვება, ასე ვთქვათ და მიაჩნია რომ სავაჭრო პარტნიორები ამერიკას ძარცვანა, ხო? მას ვაჭრობასთან მიმართებაში ეს შეხედულება აქვს, რომ ეს არის რატომღაც ქველმოქმედება, რომ ამერიკა რო კანადასთან ვაჭრობს, ეს არის ამერიკის ქველმოქმედება და ამიტომ კანადა რატომღაც ვალდებულია, რომ მეტი იყიდოს ან ამერიკა თქვა რაღაცას ეხმარება კანადას და ის ამბობს, რომ სავაჭრო დეფიციტი არის ამერიკის ძარცვა და ჩინეთთან მოგეხსენებათ უდიდესი სავაჭრო დეფიციტი აქვს. და აი ეს TikTok-ის საკითხიც ამ პრიზმაში უნდა განვიხილოთ, ხო? თქვა რომ მე გადავარჩინე TikTok-ი, მაგრამ იქვე მეორე აბზაცში ითქვა, რომ 50% მოგვეცეთ TikTok-ის. პირდაპირ დაუფარავად ითქვა, რომ 50% TikTok-ის უნდა მოგცეთ. შესაბამისად, აი ესეთი ეკონომიკური პრიზმიდან იქნება ეს პოლიტიკური საკითხები გაანალიზებული. სი ძინპინის არ ჩასვლა და ვიცე-პრეზიდენტის გამოგზავნა, ესეც რა ტიპის sapasukho გზავნილია, რაღაც სიფრთხილეა, მაინც დისტანცია. მეორე მხრივ, ასე ვთქვათ, ხო, ხა სი ძინპინსაც თავი ალბათ აღმოსავლეთის იმპერატორი ხონია და მაინდა-მაინც ვთქვათ, არ მიაჩნია საპიროთ, რომ ჩავიდეს ინაუგურაციაზე და გამოაგზავნა თქვათ მეორე კაცი, რამდენად მეორე კაცი ახლა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ქვეყანაში სხვა, მაგრამ ნომინალურად მეორე კაცი გამოაგზავნა, სადაც რითაც დააფიქსირა პატივისცემა, მაგრამ ასევე დაიჭირა დისტანცია. კი, სხვა განცხადებებსაც შევეხოთ, რომ რა ნიშნები არის, რა არის მოსალოდნელი, აი მაგათაც რაც ეხება ტრამპის განცხადებებს გრენლანდიის შესახებ, კანადის შესახებ, მსოფლიო წესრიგის გამოცვლის ნიშნებს ატარებს ერთგვარად ეს განცხადებები. ამ მიმართულებით როგორია მოლოდინები? სოფლიო წესრიგს რაც შეეხება, ну, კანადა რა თქმა უნდა ეს უფრო პოლიტიკური პერფორმანსია, არავინ სერიოზულად არ განიხილავს კანადის ანექსიას. რაც შეეხება გრენლანდიას, აქაც რა თქმა უნდა შეიძლება იყოს რაღაცა სურვილები, რამდენად გამოვა და აქ უკვე ხო დანია ხო მარტო დანია არ არის, დანია ევროკავშირის წევრია და აქ შეიძლება გამოჩნდეს ის ბზარები ევროკავშირსა და თქვა ამერიკას შორის, რაც პირველ ვადაში იყო, ხო? მოგეხსენებათ, მაინდა-მაინც კაი ურთიერთობა ანგელა მერკელს და დონალდ ტრამპს არ ჰქონიათ
და თუ ამას დაუმატებთ სავაჭრო ომის დაწყებას, რაც გამოიწვევს, თქვა, სოფლიო ლიბერალური სავაჭრო წესრიგის ბლოკებად და დაყოფას და ატომიზაციას, რომ ან ჩემთან ვაჭრობ, ან ჩინეთთან, ან ევროპას მოუწევს საპასუხო ტარიფების დაწესება და ამ ხრივ თუ მან განახორციელა ის დაპირება ეს ტარიფების და სავაჭრო ომის, ამ ხრივ ჩვენ შეიძლება ვნახოთ თვითონ დასავლურ სამყაროში ეს შიდა ბლოკური ფრაგმენტაცია, რომ ევროკავშირი იძულებული იქნება, თქვა, სავაჭრო საკითხზე ამერიკის საწინააღმდეგო პოზიცია დაიჭიროს თვითგადარჩენის მიზნით. ხო, ამერიკა თუ 25%-ს გიწესებს, შენც ვალდებული ხარ უპასუხო, როგორც კანადა, როგორც მექსიკა, როგორც ჩინეთი. ამ ხრივ საინტერესო იქნება თუ იქნება მართლა მსოფლიო სავაჭრო წესრიგის დეზინტეგრაცია. მეორე არის, რა თქმა უნდა, ეს უსაფრთხოების საკითხი და ნატო, სადაც ის ამბობს, რომ პირდაპირ, რომ მეტი გადაიხადა, ეს რუბიომაც უფრო თქვა ესე დალაგებულად თქვა, რომ ჩვენ რა თქმა უნდა ნატოში ვრჩებით, მაგრამ ჩვენმა მოკავშირეებმა მეტი უნდა გადაიხადონ, იმიტომ რომ მათ ინტერესშია რომ უფრო ძლიერი თავდაცვის უნარიანობა უნდა ჰქონდეთ და მეორე მხრივ ამერიკაზე პარაზიტირება და თვითონ თქვა სამხედრო ბიუჯეტის შეკვეცა და მხოლოდ სოციალური ხარჯების გაწევა უსამართლოა, რადგან ამერიკას თვითონ აქვს ხო საჭიროება სოციალური ხარჯების და ამერიკა თუ იმეტებს თავდაცვის ხარჯებს, კეთილინებოს სხვა ნატოელმა პარტნიორებმა და გაიმეტონ თავდაცვის ხარჯები. იმაც არაერთხელ უთქვამს პრინციპში. ახალ შერიფს მოყვება ბევრი საინტერესო და ახალი გადაწყვეტილება. აი გრენლანდია, კანადაზე კითხავთ თეონამ დღეს დუგინის ეს ფრაზა იყო საინტერესო. ალექსანდრ დუგინის ტრამპისა, პუტინისა, ასეთი რამ დაწერა და მიაწერა, რომ ტრამპისა, ანუ კანადა და გრენლანდია, პუტინისა, ანუ უკრაინა და შეიძლება კიდევ რამე. ეს არის ფორმულა, რომლითაც თქვა რუსეთს წარმოუდგენია, ახლა თუ აი მაქსიმუმის მოთხოვნით როცა იწყება და შემდეგ რაღაც უნდა მიიღოს ეს ვითარება. ერთის მხრივ ეს განწყობა რა გამოწვევას უქმნის ტრამპს, რომელიც ამბობს, რომ ომი უნდა დაასრულოს მალე. რუსეთ-უკრაინის ომი ამ შემთხვევაში. კი ბატონო, რა თქმა უნდა, დუგინის ეს თქვათ ფრაზა არის ერთის მხრივ სურვილი, მეორეს მხრივ თქვათ მაქსიმუმი, რომ ხო, იდეალური თქვათ ასე თქვათ განლაგება თქვათ რუსეთისთვის იქნება ეს, რომ თქვათ, ხო, კი ბატონო, ჩვენ გავლენის სფეროები, ხო, მე-19-20 საუკუნე გავლენის სფეროები, რომ კი ბატონო, თქვენ წაიღეთ კანადა, თქვენ წაიღეთ გრენლანდია, თქვენ წაიღეთ პანამის არხი და ჩემ სამებრძოლოში მე წავიღებ ამას და ამას. ეს რა თქმა უნდა არის მაქსიმალური სურვილი რუსების. ეხლა რაც შეეხება რეალობას, დავიწყოთ უკრაინა-რუსეთის ომის დასრულება. რუბიოს განაცხადს თქვა, რომ ომი უნდა დასრულდეს, ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე, მაგრამ ასევე თქვა, რომ საჭიროა რომ უკრაინას მიეცეს თქვა გარანტიები, რომ ეს ომი არ განახლდეს. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ რა თქმა უნდა რაღაცა კომპრომისები და მტკივნეული კომპრომისებიც იქნება, მაგრამ მოლოდინი რომ ახლა თქვა რაც თქვა იალტა, ხო, პუტინის ოცნება იალტა რომ დაждენ და რუკა და აი აქ წითელი ხაზები გაიგდოს, ეს ჩემი, ეს შენი, მე ეს ვერ წარმომიდგენია. მეორე იმიტომ ვერ წარმომიდგენია, რომ 10 ჯერ სუსტია რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებზე და დიდი სურვილი ტრამპს რომ ეხა რაღაცა დე იურე ან დე ფაქტო გავლენის სფეროთ უღიაროს რუსეთს და თუ არ უღიარა რა ხდება? რისი თავი აქვს რუსეთს, ხო ესე ვთქვათ. უკრაინაში 3 კილომეტრი და 5 სოფელი რო აიყოს 6 თვე სჭირდება და უამრავი რესურსი. შესაბამისად რაღაცა კომპრომისები იქნება, მაგრამ ეს მოლოდინი რო წითელი ფანქრები და აქ საზღვრების გავლება, გონი რომ გადაჭარბებულია. კი ბატონო, ხო, სანამ კიდევ დავუბრუნდებით ფიცის რა გზავნილები შეიძლება გუშინდელი მესიჯებიდან ვიხილოთ დღევანდელი ტრამპის ფიცში, მანამდე მინდა გკითხოთ, აი ამავე კონტექსტში კავკასია, ვის ექნება კავკასიაზე გავლენა დასავლეთს თუ არ ვიცი ჩინეთს, ირანს და რუსეთს დაახლოებით ასე აყენებენ საკითხს, მათ შორის ქართველი პოლიტიკოსები, ოპოზიციონერები და სალომე ზურაბიშვილიც ასეთი ტიპის მესიჯს აგზავნიდა Fox News-ის ეთერში. როგორ იმუშავებს ეს მესიჯი, როგორ გონიათ ზურაბიშვილის გზავნილების შეფასება მინდა გთხოვოთ. ხო, ну მესიჯი არის რომ თქვენ თუ აქედან გახვალთ, თქვენი მოწინააღმდეგები შეავსებენ ვაკუუმს და ბუფერს. რა თქმა უნდა, ამაში ლოგიკა არის ამ მესიჯში. აქ კითხვა არის რომ აპირებს თუ არა ამერიკა საიდანვე გასვლას. მე არ მგონია ეს ერთი. და მეორე თანამედროვე მსოფლიოში ახლა ასეთი ავტომატური ჩანაცვლებები და ხო ამერიკის თქვა სტრატეგიული თუ მით უმეტეს ჩინეთთან რაც შეეხება თუ 21 საუკუნე განისაზღვრება ამერიკა-ჩინეთის დაპირისპირებით, ასე
თქვათ, ჭყალებში ესე ტერიტორიის მიტოვება ან ტერიტორიის ასე დათმობა ჩინეთისთვის თუ სულ გავამარტივეთ სიტუაციას, არ ამგონია სასურველი იყოს ან ხელსაყრელი, ან რატომ? ხო, პირველი კითხვა არის რატომ? თქვათ, რატომ უნდა დაუთმოს თქვათ ჩინეთს ამერიკამ კავკასია, ხო? არანაირი ლოგიკა ამაში არ არსებობს, მით უმეტეს ჯერ რაღაცა დიდი შეთანხმების კონტურები არ არის. შესაბამისად, მით უმეტეს დასაწყისში მგონია რომ გაგრძელდება ეს სტატუს quo, რაც დღემდე არსებობდა, ხო, მეტნაკლებად. კი ბატონო. და ბოლოს მოდით დაუბრუნდეთ ისევ გზავნილებს, რაც შეიძლება მოვისმინოთ დღეს. იყო საუბარი, აი TikTok-ის ნაწილი ამოწურეთ, აი ომების თემა ასე შემდეგ, რაც ნახეთ ამ გამარჯვების ყრილობაზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გენერალური რეპეტიციაა დღევანდელი სიტყვის და უმრავლესობა მთავარი გზავნილების აქ დარჩება. კი ბატონო, დიდი ალბათობით სიტყვა ცოტა უფრო ასე ვთქვათ მოზომილი იქნება. ერთია ახლა მიტინგზე გამოსვლა, მეორეა მაინც ისტორიული სიტყვის წარმოთქმა, თუმცა მესიჯები კი იქნება დაახლოებით იგივე, რომ მე დავბრუნდი, ჩვენ დავამარცხეთ ეს მშვიდობას აღვადგენთ, დავასრულეთ თქვა ქვეყნის შიგნით სიგიჟეს, ქვეყნის გარეთაც სიგიჟეს, ამერიკა უპირველეს ყოვლისა და ასე შემდეგ. თუმცა ერთი რამე ისი თქმაც მინდა რომ უნდა დაუკვირდეთ ტონს. აი ტონი ნამდვილად საინტერესო იქნება. 2017-ში მისი გამოსვლა მაშინ შოკში ჩააგდო, ხო? იქ მყოფებიც და თქვა პრესაც და საზოგადოებაც იყო ძალიან აგრესიული საომარი ყიჟინა, ასე ვთქვათ. აი ახლა ნახოთ უფრო საომარი ყიჟინა იქნება თუ შემრიგებლური. მე არ ველოდები მაინდა-მაინც შემრიგებლურ მესიჯს. ითქმება რა თქმა უნდა ეს შაბლონი რომ მე ყოველას პრეზიდენტი ვიქნები და ასე შემდეგ, მაგრამ ალბათ იქნება უფრო ეს საომარი ყიჟინა, რომ როგორც უკვე ვთქვი, ახალი შერიფია და ახალი წესრიგი იქნება. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა რომ დაგვითმეთ, რომ გიორგი ხატიაშვილი პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი იყო ჩვენი სტუმარი სკვერტობდა შტატებიდან. ცხადია კიდევ ერთხელ უთხრათ მაყურებელს, რომ უკვე დაიწყო ცერემონია ინაუგურაციის პირველი ღონისძიებები. ვნახეთ ტრამპის კადრი წმინდა იოანეს ეკლესიაში მისვლა, სწორედ ამ მსახურებით იწყება. ამის შემდეგ არის უკვე თეთრსახში ბაიდენებისა და ტრამპების ოჯახის შეხვედრა და ჩაის სმის ერთობლივი ცერემონია. დაახლოებით 3 საათში იქნება უკვე ფიცის დადების ცერემონია. საქართველოდან ვინ ესწრება დონალდ ტრამპის ინაუგურაციას?